ჩვენ გვინდა ყურადღება გამოვხილდეს საბავშვო ბაღის მნიშვნელობაზე ბავშვის ცხოვრებაში. და ამიტომ რამდენიმე მომენტი გამოვყავით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. პირველი რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ის არის, რომ საბავშვო ბაღი ერთ-ერთი პირველი გადადგმული ნაბიჯია ბავშვის პიროვნული დამოუკიდებლობისაკენ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება მის ცხოვრებაში წარმატებული იყოს. გარდა ამისა, აქ ყალიბდება ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი არის მყარი სისტემები დამოკიდებულებებისა, საკუთარ თავთან, თანატოლებთან, უფროსებთან და მეორე ბაზისური სასწავლო განწყობები, რომელიც შემდგომში განსაზღვრელი ხდება ბავშვის მომავალი წარმატებული ცხოვრების. აქ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული წესები და კანონები, რომლებიც ყველა შემთხვევაში ერთნაირი წარმატებით გამოიყენება. უბრალოდ არსებობს რამდენიმე ძირითადი მიდგომა, რომელთა გათვალისწინებითაც დგება სააღმრთელო პროგრამები. პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ადრეული ასაკიდან დაიწყოს ზნე-ჩვეულებების, დამოკიდებულებების და ღირებულებების ფორმირება. თუმცა აქ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ბავშვის პიროვნული ინდივიდუალური განვითარების შესაწყობად უფროსები და პედაგოგები მხოლოდ დამხმარენი ვართ. უნდა გავუყვეთ მისი ბუნებრივი განვითარების რიტმს. სწორედ საბავშვო ბაღში გამოიმუშავებენ პატარები იმ ფუნდამენტურ, სოციალურ და ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომში მათ შემეცნებით ინტერესებს და თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრების ჯანსაღი წესის გამსაზღვრელი ხდება.